მადლობა ფასკუნს ამ ძალიან საინტერესო კურსისთვის და გურამს. სხვადასხვა სარკეში რო ჩავიხედოთ და გავიცნოთ საკუთარი თავი, ამაზე კარგს ალბათ საკუთარ თავს ვერაფერს გავუკეთებთ. ყველა დისციპლინიდან, საიდანაც არ უნდა შევხედოთ ამ საქმეს, ყველა მაინც საბოლოო ჯამში ერთს გვეუბნება, რომ უნდა გავიცნოთ საკუთარი თავი. და აი ამ გაცნობის გზაზე მე დღეს შევეცდები, რომ სარკეში ჩავიხედოთ და ფსიქოლოგიური მე დავინახოთ. როცა გვეკითხებიან ვინ ვართ, ჩვენ როგორც წესი ვპასუხობთ ჩვენს სახელს, პროფესიას, ვიშველიებთ ძალიან ბევრ სოციალურ როლს, რომელსაც წარმოვადგენთ და რასაც ვატარებთ, ხო? და ხშირად ვამბობთ სიამაყით, რომ მე ვარ დედა, მე ვარ შვილი, მე ვარ რაღაცა პროფესიის წარმომადგენელი, მე ვარ ლექტორი, არ აქვს მნიშვნელობა, მეგობარი, ასევე. და აი ამ სხვადასხვა იდენტობებს ვიშველიებთ, სოციალურ იდენტობებს, როცა გვინდა რომ თქვათ ის თუ ვინ ვარ მე, მაგრამ ფსიქოლოგიური მე გაცილებით უფრო ბევრის მთქმელია და გაცილებით უფრო ღრმა არის, ვიდრე მხოლოდ სოციალური როლების ერთობლიობა. ფსიქოლოგიური მე ეს არის ერთგვარი შინაგანი სისტემა, რომელიც ყალიბდება სიყვარულის, ტკივილის, გადარჩენის და ბევრი მრავალი სხვა გამოცდილების ფონზე და ეს სისტემა მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ გვიცავს, თუმცა როგორც გვიცავს, ასევე ბევრი თვალსაზრისით გვზღუდავს კიდეც და თუ გვინდა ვიცხოვროთ სრულფასოვნად, აუცილებელია რომ აი ეს ჩვენი ფსიქოლოგიური მე გავიცნოთ ძალიან კარგად და ვინ ვარ მე ამ კითხვაზე მქონდეს პასუხი. მე მქონია შემთხვევები ჩემი ფსიქოკონსულტაციის პრაქტიკაში, როცა 40-45 წლის ადამიანი და ძალიან სიმბოლურია და გასაგებიც, რომ ამასაკის ადამიანი მოდის უკვე კრიზისით და მეუბნება, რომ მე არ ვიცი ვინ ვარ. აი ახლა აღმოვაჩინე, რომ არ ვიცი ვინ ვარ და ძალიან მტკივნეულია ამის განცდა. და ყველა ფსიქოლოგიური სკოლა სხვადასხვანაირად, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ყველა თანხმდება იმას, რომ თუ გვინდა სრულფასოვნად ვიცხოვროთ, უნდა გავიცნოთ ჩვენი ფსიქოლოგიური მე. კითხვაზე პასუხი თუ ვინ ვარ მე, უნდა მქონდეს. ჩემი დღევანდელი ლექციის ფარგლებში აი ამ კითხვაზე პასუხის გაცემაში ჩვენ სამი ძალიან დიდი მოაზროვნე დაგვეხმარება. ესენი არიან გაბორ მატე, ვიქტორ ფრანკლი და ირვინ იალომი, იმიტომ რომ გაბორ მატე გვასწავლის, როგორ უნდა მოვუსმინოთ საკუთარ თავს, ვიქტორ ფრანკლი გვიხსნის, როგორ შეიძლება საზრისის პოვნა ყველაფერში, მათ შორის ტანჯვასა და განსაცდელშიც, ხოლო ირვინ იალომი გვირჩევს ვიცხოვროთ და მივიღოთ სიცოცხლე ისეთად, როგორიც არის, მთელი თავისი არამდგრადობით თუ ნაკლოვანებებით. და თუ გვინდა ვიცხოვროთ თავისუფლად და სრულყოფილად, უნდა ჩვენი ნამდვილი მე შევისწავლოთ. მაგრამ როგორ უნდა გავაკეთოთ ეს? აი მთავარი კითხვა დღევანდელი ჩემს მიერ დასმული, ასე ვთქვათ, ეს გახლავთ და აი ამაზე ჩვენი ეს სამი ძალიან დიდი მოაზროვნე გვიპასუხებს. პირველი კი, როგორც აღვნიშნე, ამ გზაზე მეგზურობას გაგვიწევს გაბორ მატე. გაბორ მატე გვასწავლის საკუთარ თავთან დასაბრუნებლადო პირველ რიგში უნდა გავიგოთ რატომ და როგორ და როდის დავშორდით მას. და აი აქ ავითარებს ის ძალიან საინტერესო მოსაზრებას, რომ ეს დაშორება საკუთარ თავთან როგორც წესი იწყება ძალიან ადრეულ ასაკში, ძალიან ადრეულ ასაკში მიღებული ჭრილობით, რომელიც ჩნდება მაშინ, როცა ბავშვი თავის ავთენტურ გრძნობებს ხვდება, რომ თავისი ავთენტური გრძნობები არ არის მისაღები იმ გარემოსთვის, რომელშიაც ის ცხოვრობს. და გაბორ მატე ავითარებს ძალიან საინტერესო თეორიას, დაშავებული მე და თანაგრძნობით განკურნება. თუმცა სანამ ის ამ თეორიაზე გადავალთ, მანამდე ძალიან მოკლედ, სულ რამდენიმე წინადადებით მინდა ბიოგრაფიული მახასიათებლები გაგაცნოთ გაბორ მატეს, იმიტომ რომ ბევრს გვეუბნება მისი ბიოგრაფია. ის გახლავთ დღეს კანადელი ექიმი, თუმცა მისი ფესვები არის უნგრეთიდან და ეს დეტალი საკვანძოა, რადგან გაბორ მატე 1944 წელს დაბადებული ჰოლოკოსტს გადარჩენილი ბავშვია, ასე ვთქვათ, თუმცა პირველი წელი მან გაატარა სამყაროში, სადაც დედამისი გამუდმებით შფოთავდა და გამუდმებით წუხდა მათ მომავალზე და სწორედ აი ამ ადრეულმა გამოცდილებამ ერთის მხრივ და მოგვიანებით უკვე ვანკუვერის ყველაზე მძიმე უბნებში ნარკოდამოკიდებულ ადამიანებთან მუშაობამ მიიყვანა სწორედ იმ დასკვნამდე, რომელსაც დღეს მე გაგაცნობთ. გაბორ მატე გვთავაზობს თავიდანვე, რომ წარმოვიდგინოთ ასეთი დაშვება, რომ პატარა ბავშვი წარმოვიდგინოთ, რომელსაც
ორი ფუნდამენტური მოთხოვნილება აქვს. ის გვეუბნება, რომ ყველა ადამიანს აქვს ორი ფუნდამენტური მოთხოვნილება ბავშვობაში. ეს არის მიკუთვნებულობა, ანუ კავშირი, უპირობო სიყვარულის და უპირობო მიმღებლობის განცდის აუცილებლობა და მეორე ეს არის ავთენტურობა, ანუ უნარი იყოს ის, ვინც არის. გამოხატოს ემოცია ისე, როგორც ეს ემოცია მას ეუფლება და იყოს თავისუფალი, მოკლედ, საკუთარი თავის გამოხატვასთან მიმართებაში. იდეალურ სამყაროში ალბათ ხვდებით, რომ ეს ორი რამ ერთმანეთს არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს არაფრით, მაგრამ რეალურ სამყაროში ბავშვი ძალიან სწრაფად სწავლობს, რომ მისი ავთენტური სახე, მისი ზოგიერთი ავთენტური გრძნობა, როგორიც არის თქვათ, ბრაზის გამოხატვა იმ დონეზე, როგორც ის ბრაზდება, ან სიყვარულის, ან მონატრების, ან მოკლედ ავთენტური იყოს ის, გარემოსთვის მიუღებელია. და როცა ბავშვი გრძნობს, რომ სიყვარული პირობითია, თუ კარგი ბიჭია, მაშინ გადაუსვამს მამა თავზე ხელს და თუ კარგი გოგოა, მაშინ უყვარს დედას შვილი, ის ბავშვი აკეთებს ერთ სასოწარკვეთილ არჩევანს, როგორც მატე ამბობს, როცა ავთენტურობა საფრთხეს უქმნის მიკუთვნებულობას, ბავშვი თმობს საკუთარ თავს. და ის სწორედ აქ შედეგად იბადება არა ავთენტური მე, არამედ ადაპტური მე, გარემოსთან ადაპტირებული მე. ეს არის ჩვენი პიროვნების ის ნაწილი, რომელიც ცდილობს იყოს კარგი, მოსაწონი, აი ეხლა მოდაშია ძალიან ხუთოსანი გოგოს სინდრომი, კარგი გოგოს სინდრომი, ხო, ამაზე ბევრს საუბრობენ TikTok-ში თუ Instagram-ში, როცა აი ადამიანს აქვს ეს განცდა, რომ ყველაფერში საუკეთესოა, უნდა იყოს ყველასთვის მოსაწონი, მორჩილი, სრულყოფილი, წარმატებული. ეს არის ჩვენი რეალურად გადარჩენის მექანიზმი. მაგრამ ამავდროულად, როგორც მატე გვეუბნება, ჩვენი ეს ნამდვილი ავთენტური მე არსად არ ქრება, სადღაც ბუდობს ჩვენში, ჩვენს ორგანიზმში, უბრალოდ ღრმად იმალება და ხმას ვეღარ გვაწვდენს. თითქოს აღარა აქვს ხმა. რაც უფრო ვიზრდებით, მით უფრო კარგავს ის თავისი ხმას და ვეღარ გვაგებინებს ხმას და ხშირად ვცხოვრობთ ისე, რომ თითქოს ეს ხმა საერთოდაც აღარ არსებობს. და ჩვენ ვირგებთ ნიღბებს, აი სწორედ სოციალურ ნიღბებს, როგორიც არის პროფესიონალის, იდეალური მშობლის, სასიამოვნო ადამიანის, მაგრამ შიგნით გვგრძნობთ ზრდასთან ერთად, აი ეს 40 წლის ქალბატონები, ახალგაზრდები რომ ვახსენე, რომ სიცარიელეთ ვინ ვარ არ ვიცი, აი სწორედ ეს არის, რომ მე კი მოვირგე სოციალური როლები, მაგრამ შიგნით გვგრძნობ აუხსნელ სიცარიელეს, შფოთვასა და სევდას. ახლა რატომ არის ეს საშიში, ასე ვთქვათ და რატომ არის ეს ყურადსაღები? იმიტომ რომ აი აქ სწორედ შემოდის გაბორ მატეს მეორე მნიშვნელოვანი იდეა, გონებისა და სხეულის კავშირი. როცა მე ავთენტურ მეს ვთრგუნავ, ეს ემოციები, ბავშვობის დროინდელი დათრგუნული ემოციები რეალურად არსად არ მიდის. ისინი ჩვენ სხეულში რჩებიან, ჩვენ სხეულში ბუდობენ და ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია გაბორ მატეს მთლიანი კონცეფციის გასააზრებლად. გაბორ მატე წლების განმავლობაში მუშაობდა პალიატიურ მზრუნველობაში და ერთი ძალიან საინტერესო დეტალი შენიშნა, რომ ადამიანები, რომლებიც მთელი ცხოვრების განმავლობაში სხვების მოლოდინებს არგებდნენ საკუთარ ცხოვრებას, საკუთარ ბრაზს და ტკივილს ახშობდნენ, გაცილებით ხშირად ავადდებოდნენ ქრონიკული დაავადებებით, როგორიც იყო ვთქვათ ავტოიმუნური დაავადებები, გაფანტული სკლეროზი, კიბო და სხვა. და გაბორ მატე ხშირად საუბრობს სწორედ ავტოიმუნურ დაავადებების სპეციფიკაზე ამ კონტექსტში და მათ მედიცინის ერთ-ერთ უდიდეს ამოუხსნელ საიდუმლოდაც კი მიიჩნევს რა თვალსაზრისით. როგორც ის ამბობს, ავტოიმუნური დაავადებების უმეტესობა ითვლება, ასე ვთქვათ, იდიოპათიურად, რაც ნიშნავს, რომ გაურკვეველია მათი ეტიოლოგია, ასე ვთქვათ. აქ ექიმებიც გვესწრებიან და შემისწორებენ, თუ რამეს არასწორად ვამბობთ, გაბორ მატე და მე, მაგრამ როცა მომწვევი მიზეზები, ასე ვთქვათ, არის უცნობი, მკურნალობის პროცესიც ძალიან ხშირად შედის ჩიხში, რის გამოც უკვე ტრადიციული მედიცინა ამგვარ დაავადებებთან მიმართებაში რას აკეთებს? სიმპტომებზე მუშაობს, სიმპტომის მოხსნაზე მუშაობს, მაგრამ ძირი პრობლემის ხელუხლებელი რჩება. და ავტოიმუნური დაავადებები, როგორიც არის ვთქვათ, რევმატოიდული ართრიტი, ფსორიაზი, გაფანტული სკლეროზი, ნაწლავების ანთებითი დაავადებები და სხვა მრავალი დრამატულად გაიზარდა განვითარებულ ქვეყნებში, რაზეც მატე, ასე ვთქვათ, განსაკუთრებულად ამახვილებს ყურადღებას, მაგალითად
ასევე გაბორ მატეს ძალიან ბევრ სტატიაში ამოდის ეს კვლევები შედეგი სტატისტიკა, რომლის თანახმადაც მაგალითად კანადაში კრონის დაავადება 7%-ით არის გაზრდილი 1 წელიწადში. და ასეთი სწრაფი ზრდა გაბორ მატეს მიხედვით დაავადების გავრცელების გენეტიკური თვალსაზრისით ახსნის შესაძლებლობას პრაქტიკულად არ გვაძლევს, ხო? რადგან გენები ასე მოკლე დროში ვერ მოგცემენ ესეთ დრამატულ სურათს ზრდის გარკვეული დაავადებების და შესაბამისად გაბორ მატეს კონცეფციის თანახმად გვრჩება მსგავსი გამომწვევი დაავადებების მიზეზად ფსიქოსოციალური ფაქტორები და არა ვთქვათ ანუ აქამდე დაახლოებით 70-იან წლებში ხო დიდი გარდატეხა მოხდა დაავადებების გააზრების თვალსაზრისით, როცა ბიოფსიქოსოციალური მოდელი შემოგთავაზეს და გითხრეს, რომ მარტო ბიოლოგიურად კი არ არის განპირობებული გარკვეული დაავადებები და მათ შორის ამან ძალიან დიდი გარდატეხა სწორედ მენტალური ჯანმრთელობის სფეროში მოახდინა. არამედ ბიოლოგიური და გენეტიკური კეთილგანწყობა იქეთ გადავდოთ და ფსიქოსოციალური ფაქტორები წამოვიდა წინ. და გაბორ მატე ამ შემთხვევაში კიდევ უფრო წინ მიდის და გვეუბნება, რომ მართლაც ბიოლოგიური ფაქტორები და გენეტიკური ფაქტორები ცალსახად გვერდით გვრჩება, როცა მსგავს დაავადებებზე ვსაუბრობთ, იმიტომ რომ აქ დიდწილად ესეთი დრამატული ზრდა და გენეტიკური ფაქტორებით ვერ აიხსნება და კიდევ ერთი საიდუმლო ავტოიმუნური დაავადებების შესახებ, რაზეც გაბორ მატე ბევრს საუბრობს ძალიან, ეს არის გენდერული თვალსაზრისით განხილვა დაავადებების. რატომ? იმიტომ რომ 80% შემთხვევებისა მოდის ქალებზე. გარკვეული კვლევების თანახმად, რევმატოიდული ართრიტები, გაფანტული სკლეროზი ქალებში სამჯერ უფრო ხშირია. ასევე არის კვლევები დანიაში გაფანტული სკლეროზის მაჩვენებელი გაორმაგდა ქალებში, მაშინ როცა მამაკაცებში უცვლელი დარჩა და მოკლედ აი ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში გაბორ მატეს უბიძგებს იქითკენ, რომ გენეტიკური ახსნის შესაძლებლობას გამორიცხავს და დიდი წილი ამ თვალსაზრისით ეკისრება სწორედ ფსიქოსოციალურ და უფრო მეტად ფსიქოლოგიურ პრობლემებს. სტრესის გავლენაზე ონკოლოგიურ დაავადებებთან დაკავშირებით ასევე ძალიან ბევრს საუბრობს გაბორ მატე. ნუ ცხადია მედიცინა ნათლად ამბობს, რომ სტრესი არ ქმნის ბრჭყალებში კიბოს. ავთვისებიანი უჯრედები ჩვენს ორგანიზმში ბუნებრივად ჩნდება 38 ტრილიონზე მეტი უჯრედის მუდმივი გაყოფის პროცესში ტრანსფორმაციები ვიცით, რომ გარდაუვალია და სხეულის იმუნურ სისტემას როგორც წესი შეუძლია მათი განეიტრალება, მაგრამ აქაც გაბორ მატე ძალიან დეტალურად გვიხსნის მექანიზმს, რომ როცა კი სტრესი შემოდის ასპარეზზე, აი ეს სტრესი განსაზღვრავს იმას, რომ ვეღარ ერევა უკვე იმუნური სისტემა და აი აქ უკვე ასე ვთქვათ ეს პრობლემები უჯრედებთან მიმართებაში, აი ამ ავთვისებიანი უჯრედების გამრავლებასთან მიმართებაში იჩენს თავს. და ქრონიკული სტრესი საბოლოო ჯამში ასუსტებს იმუნურ რეაქციებს, ასუსტებს და ამცირებს იმ უჯრედების ეფექტიანობას, რომლებიც ჩვეულებრივ აფერხებენ სიმსივნის ზრდას. და სწორედ აქედან გამომდინარე უკვე გაბორ მატე და ბევრი თანამედროვე ის ფსიქიატრი იქნება თუ ზოგადად მენტალური ჯანმრთელობის სფეროს წარმომადგენელი, რომელიც დღეს ძალიან ასე ვთქვათ ბევრს საუბრობს აი ამ ბიოფსიქოსოციალურ და უფრო მეტად ფსიქოსოციალურ ფაქტორებზე, უკვე გვთავაზობენ ფსიქონეიროიმუნოლოგიას და ძალიან ბევრ კვლევას ამ მიმართულებით, რომლებიც გვეუბნებიან და საბოლოო ჯამში რაზე დაყრდნობითაც მატე მივიდა დასკვნამდე, რომ როცა ჩვენი ფსიქიკა ვერ აპროტესტებს ვერაფერს, უკვე ჩვენი სხეული იწყებს ყვირილს, ბრჭყალებში ყვირილს და აი სწორედ აქედან იწყება გაბორ მატეს პრინციპში ძალიან დიდი პოპულარობაც, მისი ეს წიგნი, რომელიც პირდაპირ ასეა დასათაურებული, სხეული ამბობს არას, გულისხმობს სწორედ ამას, რომ სხეული უკვე განგაშის ზარს რთავს და იწყებს ხმამაღლა ყვირილს, რისი თქმაც ჩვენმა ფსიქიკამ ვერ გაბედა თავის დროზე. და სწორედ გაბორ მატე ამ კონტექსტში განიხილავს დამოკიდებულებასაც, მაგალითად ნარკოტიკებზე, ალკოჰოლზე, შოპინგზე, ვორკაჰოლიზმსაც, გადაჭარბებულ მუშაობასაც, სხვა არაფერია თუ არა აი ამ შინაგანი ტკივილისგან, შინაგანი სიცარიელისგან გაქცევის მცდელობა. და
თუნდაც აი ეს დღეს უკვე სოციოლოგები რაზეც ძალიან ბევრს საუბრობენ, რაც არის კონსიუმერული საზოგადოება, ხო? მომხმარებელი საზოგადოება 21 საუკუნის ადამიანების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ესეც არის, რომ ჩვენ მე რომ აქვს ძალიან კარგი ტელეფონი, ახალი რო გამოვა iPhone 17 Pro Max-ი, მე მივდივარ სესხს ვიღებ და ვყიდულობ იმ ტელეფონს, რომელიც ფუნქციურად არაფრით არ განსხვავდება იმისგან, რომელიც მე მაქვს და ძალიან ხშირად ფსიქოლოგები სწორედ ამას მიუთითებენ, რომ აი ამგვარი მომხმარებელი საზოგადოების ჩამოყალიბება რა საზოგადოებასაც დღეს ჩვენ ყველანი წარმოვადგენთ, არის სწორედ შედეგი იმისა, რომ აი ეს სიცარიელე, რომელიც თავის დროზე წარმოიშვა, იმიტომ რომ მე პატარა როცა ვიყავი, მაშინ ჩემი ავთენტური მე დავთმე და ადაპტური მე ჩამოვაყალიბე, რომელმაც მაშინ გადარჩენის მექანიზმად იმუშავა, ცხადია ხო და მე ვადაპტირდი გარემოსთან, იმიტომ რომ მე ჩემი ავთენტური მე დავთმე, ადაპტური მე უფრო მეტად საყვარელი იყო ჩემი მშობლებისთვისაც, გარემოსთვისაც და უფრო კარგად სოციალიზაცია უფრო კარგად შევძელი. აი ამ ტრანსფორმაციამ მე დამიტოვა საშინელი სიცარიელე, რომელიც ვცდილობ რომ ამოვავსო სწორედ ესე ხან ნივთების მოხვეჭით, ხან რაღაცა სხვა მცდელობებით, მაგრამ საბოლოო ჯამში ცოტა ხანში უკვე დღესვე ვიქტორ ფრანკლი გვეტყვის, რომ ვერაფერი ვერ ამოავსებს მას გარდა ერთისა, გარდა საზრისისა, რომელიც ჩვენ შეგვიძლია შევძინოთ ჩვენს ცხოვრებას. თუმცა მანამდე ისევ გაბორ მატესთან რომ დავბრუნდეთ, აი ეს ყველაფერი ცენტრალურ იდეას გვაწვდის გაბორ მატესი. გაბორ მატე გვეუბნება, რომ ტრავმა არ არის ის, რაც შენ თავს მოხდა, ტრავმა არის ის, რაც შენში მოხდა, როცა აქ ტკიოდა და ამ ტკივილის ატანაში ვერავინ დაგეხმარა. შესაბამისად, ტრავმა არის სწორედ ის, როცა მე გავწყვიტე კავშირი და პირველ რიგში გავწყვიტე კავშირი საკუთარ თავთან. აქედან გამომდინარე, რა არის გამოსავალი? თუ მე ვიცი, რომ პრობლემა ტრავმის ძირი, ასე ვთქვათ, არის საკუთარ თავთან კავშირის გაწყვეტა, განკურნება უნდა იყოს ლოგიკურად ხელახლა დაკავშირებაში, ხო? და ის სწორედ განკურნება იწყება მაშინ, როცა მე ვჩერდები, მშვიდდები და ვეკითხები საკუთარ თავს. რა ნაწილი მტკივა სხეულში, რას ვერ ვუსმენ ამდენი ხანია, რისი თქმა სურს ჩემს შფოთვას, ჩემს დაღლილობას, ჩემ ავადყოფნას და გაბორ მატე ესეთ ფრაზასაც გვეუბნება, რომ შეიძლებაო ყველაზე არასასურველი სტუმარია ჩემი ავადმყოფობა, ჩემი დღეს, მაგრამ ეს არის ის სტუმარი, რომელსაც ძალიან დიდი გულისყურით უნდა მოვუსმინოთ, იმიტომ რომ ძალიან დიდ ინფორმაციას გვეუბნება ნებისმიერი ავადმყოფობა საკუთარ თავზევე და ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი აქ აი მიღება მდგომარეობის და გაგრძელება ესე სრულად გაცნობიერებულად ცხოვრების. მატეს გზავნილი შესაბამისად ძალიან მარტივია, ნათელია, საკუთარი ავთენტური მეს აღდგენა არის შესაძლებელი, მაგრამ ეს ხდება არა კონტროლით, არა ძალით, არამედ ერთადერთი რამით, ეს არის თანაგრძნობა და პირველ რიგში საკუთარი თავის თანაგრძნობა. როგორ უნდა გავაკეთოთ ეს? ამაში გვეხმარება ძალიან კარგი სპეციალისტი, კიდევ ერთი კრისტინ ნეფი, რომელმაც შემოგთავაზა კონცეფცია self compassion, საკუთარი თავის თანაგრძნობა. ქართულად ცოტა უცნაურად ჟღერს self compassion, საკუთარი თავისვე თანაგრძნობა, მაგრამ მივხვდებით აი რამდენიმე წუთში რომ ძალიან საჭირო განცდა. ეს არის საკუთარი თავის მიღება, ეს არის საკუთარ ტკივილთან ჯანსაღი დამოკიდებულების ქონა. პირველი ეს არის სამი რაღაცისგან შედგება. პირველი ეს არის self kindness, ანუ საკუთარი თავისადმი კეთილი დამოკიდებულება. როცა რამე არ გამოგვდის, როცა აქვს ტკივა, საკუთარ თავს უნდა ვესაუბროთ ისე, როგორც ძალიან ახლო მეგობარს ვესაუბრებოდით. ახლო მეგობარს რო რაღაცა გასაჭირი აქვს, ჩვენ ხო არ ვიწყებთ არა რაღაც ესეთი დიდაქტიკური განცხადებების კეთებას და უთანაგრძნობთ და ვეუბნებით, რომ არა უშავს, ყველაფერი მაინც ძალიან კარგად იქნება. აი სწორედ ასეთი თბილი, გამგები დამოკიდებულება უნდა გქონდეს პირველ რიგში საკუთარ თავისადმი, რომ როგორ შეგეშალა, კრიტიკოსის ხმა კი არ უნდა მელაპარაკებოდეს მე საკუთარი, არამედ პირიქით უნდა დავუყვავო და უნდა ვუთხრა, რომ ის მე თუ შემეშალა, მაშინ ჩემი გადარჩენის ჩემი აი იმ სიტუაციიდან გამოსვლის ერთადერთი გზა იყო და არა უშავს. მომავალში ეს ჩემთვის იქნება გამოცდილება. ხო, ანუ მაქსიმალურად კეთილგანწყობა უნდა შევინარჩუნოთ საკუთარი თავისადმი. მეორე მნიშვნელოვანი
დაკვირვება, რაც უნდა ჩვენს ყოველდღიურობაში მოვიტანოთ, არის კრისტინ ნეფი ესე ეძახის common humanity, რაც პირდაპირ არ ვთარგმნე, მაგრამ ვთარგმნე როგორც ის, რაც გვაერთიანებს, რაც ნიშნავს იმას, რომ იმის გაცნობიერება, რომ ტკივილი, მარცხი, შეცდომები ადამიანური გამოცდილების ნაწილია უკვე ძალიან გვეხმარება. მე კი არა ვარ ასე ვთქვათ ლუზერი და მე კი არა ვარ რაღაცა უსუსური და გამოუსადეგარი, არამედ ჩვეულებრივი ადამიანური ამბავია, რომ რაღაცა არ გამომდის. ეს ძალიან ბევრს და ძალიან დიდ ნიადაგს ქმნის, რაც ჩვენ ადამიანებს გვაერთიანებს. და მესამე ეს არის mindfulness-ი, რომელიც ქართულად ამ ეტაპზე ნათარგმნი არ გვაქვს სამწუხაროდ, მაგრამ მკვიდრდება თანდათან და მეც ასევე გამოვიყენებ. ჩვენს ტკივილთან ბალანსირებული დამოკიდებულება, ჩვენ არც უგულებელ ყოფთ მას და არ უნდა ვიძახოთ, რომ მაინც ძალიან მაგარი ვარ და მაინც მთებს გადავდგავ, როცა სხეული უკან მეკაჩება და მეუბნება, რომ მომისმინე, ცუდად ვარ და არც ძალიან გაზვიადება არ უნდა მოვახდინოთ ჩვენი ტკივილის თუ ჩვენი ცუდად ყოფნის, არამედ ჩვენ უბრალოდ უნდა დავაკვირდეთ და გავაცნობიეროთ ის იმდენად, რამდენადაც ის ჩვენთან ერთად არის. და როცა საკუთარ დაშავებულ ნაწილს ამგვარი თანადგომით ვეხებით, ის, როგორც გაბორ მატე გვეტყვის, იწყებს შერბილებას და როგორც მატე ამბობს, როცა გრძნობას ჩვენ არ ვთრგუნავთ, ჩვენ ხსნით საკუთარ თავს კარგი გრძნობებისთვის, სიყვარულისთვის, სიხარულისთვის, ანუ როცა გრძნობების დათრგუნვაზე არ ვხარჯავ მე რესურსი, იმიტომ რომ მართლა სასიცოცხლო რესურსი მიდის გრძნობების დათრგუნვაზე, ეხლა ვისაც ეს გამოგიცდიათ, ალბათ მიხვდებით რაზე ალპარი, არაფრის თავისხვისი აღარ მაქვს, ოღონდ რაღაცა ემოციები, რომელიც თქვათ უსიამოვნოა ჩემთვის, სადღაც დავთრგუნო, ის ყველაფერზე ახდენს დანარჩენზე გავლენას. რჩება სივრცე, როცა არ ვხარჯავ ამაზე დიდ რესურსს, დადებითი ემოციების აღქმის და საბოლოო ჯამში ბედნიერებასაც უფრო მძაფრად აღვექვავ და დადებით ემოციებსაც მძაფრად აღვექვავ. შესაბამისად, გაბორ მატეს პირველი მთავარი გაკვეთილი არის ფსიქოლოგიური მეს შეცნობის გზაზე, რომ მოусმინოთ საკუთარ თავს, განსაკუთრებით მაშინ, როცა გვტკივა, იმიტომ რომ ჩვენი სხეული ყოველთვის სიმართლეს გვეუბნება. მაგრამ მოდით ერთი წამით ამაზე შევჩერდეთ და გავარკვიოთ, რას ნიშნავს საკუთარი თავის მოსმენა, ხო, ასეთი მარტივი რო იყოს, ამაზე არ დავხარჯავდით ძალიან ბევრ დროს და ძალიან ბევრ ფულს და ეს არც გახდებოდა, ასე ვთქვათ, სალაპარაკო, ხო? ეს არ არის რეალურად რაღაც აბსტრაქტული ან მისტიკური პროცესი, ეს არის ყოველდღიურად გაცნობიერებული არჩევანი, რომ ყურადღება მივაქციო იმას, რასაც აქამდე აბსოლუტურად ვაიგნორებდი და არ ვაქცევდი ყურადღებას. და რამდენიმე ძალიან მარტივი გზა არსებობს ამისთვის. პირველი ეს არის ყურადღება სხეულზე, აქცენტით, რომ ჩვენი სხეული არასდროს არ ტყუის. ჩვენი დათრგუნული ემოციები ცხოვრობენ ჩვენს სხეულში და სხეულებრივი შეგრძნებები ჩვენი აი ამ დათრგუნული ემოციების ერთგვარი შედეგია. და ეს სავარჯიშო გვეხმარება, რომ დავუახლოვდეთ აი ამ ჩვენ შეგრძნებებს. მაგალითად, დღის განმავლობაში რამდენჯერმე გავჩერდე და ვკითხო საკუთარ თავს, სად გვგრძნობ, რომელ ნაწილში სხეულის დაძაბულობას, როგორია ჩემი სუნთქვა და რამდენად ინტენსიურია ეს დაძაბულობა. პირველ ჯერზე ფსიქოთერაპიის კონტექსტში მე რომ ვეკითხები ხოლმე, მოდის ვთქვათ პაციენტი და დაუსრულებლად საუბრობს, როგორი რაღაცა არ გაუმართლა, ან როგორ ცუდად არის, ან როგორ ფოთვას განიცდის და ვეუბნები, რომ ერთი წუთით შეჩერდი, ღრმად ჩაისუნთქე, ამოისუნთქე და მოდი ხა რამდენიმე წამი გავჩერდეთ და მოусმინე საკუთარ სხეულს. სად ხდება რაღაცა? პირველი ეტაპი არის ხოლმე, რომ არ ვიცი სად ხდება რაღაცა. იმდენად გვაქვს კავშირი გაწყვეტილი. მაგრამ თუ მე არ დავანებებ ხოლმე თავს და მაინც მივყვები, ასე ვთქვათ, ამ სავარჯიშოს, ძალიან მალე იპოვიან ხოლმე სხეულში შეგრძნებას და მეუბნებიან ხოლმე, რომ აი ხრები და კისერი მაქვს საშინელი დაჭიმული. ეს პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ მე იმხელა პასუხისმგებლობები მაქვს უკვე აკიდებული, რომ პირდაპირ ხრები მაქვს, ხრებით ვატარებ მთელ დარტს, ხო, არის კიდეც ასეთი გამოთქმა. მეუნებიან ხოლმე, რომ აი კუჭში ვგრძნობ რაღაცას. კუჭი რა არის? კუჭი არის ქართული ენა, პირდაპირ რასაც გვეუბნება, ვერ მოვინელე ემოცია, ხო ვამბობთ ასე არა? კუჭი ეგ არის სწორედ, რომ მე რაღაცა ემოციები მაქვს, რომელიც თავის დროზე ვერ მოვინელე და კუჭი მტკივა. პირდაპირი გაგებით მტკივა კუჭი და ასე შემდეგ, ხო? რეალურად ჩემი სხეული პირდაპირ მეუბნება იმას, რა ხდება ჩემს თავს იმ მომენტში. თუმცა აი ამ პირველ ეტაპზე მაინდა-მაინც გაანალიზება არ არის საჭირო, უბრალოდ რომ
დავაკვირდე და მივხვდე რა პროცესია ჩემს ხელში უკვე საკმარისია. შემდეგი ეტაპია ეს არის საკუთარი გრძნობების აღიარება და სახელის დარქმევა. უნდა ვუთხრა საკუთარ თავს, რომ ახლა მე რასაც გრძნობ, რა არის? შიშია, იმიტომ რომ რაღაცა სერიოზული პასუხისმგებლობის თუ გადაწყვეტილების წინაშე ვდგავარ და მაშინებს. ვამჩნევ რომ მცხვენია და სირცხვილის განცდაა და მე იქნებ წავიდე სიღრმეში და ვთქვა რომ რისი მცხვენია? რა არის ის რაც ჩემმა საკუთარმა ცნობიერმა ჩათვალა რომ სამარცხვინოა ვთქვათ. ან მარტოობაა რაც მაწუხებს, არა აქვს მნიშვნელობა, მაგრამ რაღაცა სახელი უნდა დავარქვა. რატო? იმიტომ რომ იმ მომენტში როცა გრძნობას ვარქმევ სახელს, ის უკვე აღარაა ბნელი, აღარ არის უსასრულო, მას უკვე კონტურები აქვს, სახელი ქვია და ასე ვთქვათ ცნობიერების შუქზე გამოდის და გაცილებით უფრო მსუბუქდება და რბილდება მისი ტარება. შემდეგი ეს არის დიალოგი საკუთარ შინაგან ბავშვთან, inner child დღეს ძალიან ესე ვთქვათ პოპულარული ტერმინია და გაბორ მატესთანაც შეგხვდება ეს. ძალიან ხშირია რომ ჩვენი ადაპტირებული მე იცავს პატარა ბავშვს, რომელიც აი ეს თავის დროზე მიატოვეს, თავის დროზე ვერ გაუგეს მას და ეს ადაპტირებული მე არის ყოჩაღი მე, რომელიც სააშკარაოზე გამოვიდა და სოციალიზაცია შეძლო, ხო? და აი ამ სავარჯიშოს ძალიან კარგი შედეგი შეიძლება იყოს რომ როცა განსაკუთრებით რთულად ვართ, გვიჭირს, შეგვიძლია აი დავხუჭოთ თვალები და წარმოვიდგინოთ ჩვენს წინაშე მდგარი საკუთარი თავი, ოღონდ პატარა და ვკითხოთ მას, აი რა სჭირდება მას ახლა ყველაზე მეტად ჩვენგან. და აი პასუხი არის ხოლმე ძალიან მარტივი. რა ვიცი, მომისმინე, გვეუბნება, ჩამეხუტე, რაღაცა თავზე ხელი გადამისვი. და აი დღეს ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ის, ვინც მაშინ სჭირდებოდა ამ პატარა ბავშვს საკუთარ თავს და მაშინ ვერავინ შეძლო ამის მიცემა. ასე ვთქვათ, ბავშვობის დროინდელი დაუკმაყოფილებელი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება დღეს შევძლოთ და ეს ძალიან ბევრი ფსიქოთერაპიული სკოლა იქნება ეს ვთქვათ სქემაზე ორიენტირებული თერაპია თუ ნებისმიერი სხვა გვეუბნება რომ ეს მიდგომა ძალიან გვეხმარება ჩვენ რომ სწორედ ჩვენ ვიყოთ იმ პატარა საკუთარი თავისთვისვე ის მზრუნველი და უსაფრთხო ადამიანი, ვისაც ის თავის დროზე ეძებდა, ვერ იპოვა, ამიტომ დათმო თავის ავთენტური მე და შექმნა ადაპტური. შემდეგი ეს არის როგორც უკვე ვახსენე პრინციპში თვითკრიტიკა, თვითკრიტიკის ჩანაცვლება თანაგრძნობით, უნდა გამოვიჭიროთ საკუთარი თავი თვითკრიტიკაში. სულ თვითკრიტიკაში ვართ რეალურად ჩვენ. არ უნდა მივცეთ საკუთარ თავს უფლება თვითკრიტიკის. როგორც კი დავიწყებთ ფიქრს, აი რასულელი ვარ, ეს როგორ დამემართა, მაშინვე უნდა შევცვალოთ ეს ფიქრი თანაგრძნობით და ვთქვათ, რომ მე მესმის რატომ მოვიქეცი. რეალურად ჩვენ გვესმის რატომ მოვიქეცით, ისე როგორც მოვიქეცით, რომელსაც მე ვაკრიტიკებთ, ხო? ეს არის რადიკალური ცვლილება, ის სწორედ კონტროლიდან თანაგრძნობაზე, რაც უკვე ვახსენე და კიდევ ერთი მეთოდი შეგვიძლია ჩავთვალოთ, ეს არის ნიღბების მოხსნა, თუმცა აი ძალიან უსაფრთხოდ. ვიპოვოთ ერთი ადამიანი, ეს შეიძლება იყოს მეგობარი, შეიძლება იყოს ოჯახის წევრი, შეიძლება იყოს ფსიქოთერაპევტი, ვისთანაც ცოტათი უფრო გულწრფელები ვიქნებით. აი ცოტათი შევძლებთ აი ამ ნიღბის ბოლომდე ჩამოხსნას თუ არა, ცოტათი მაინც საკუთარი თავის, რეალური საკუთარი თავის დანახვებას. ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს ცალსახად ყველაფრის დაუფიქრებლად სააშკარაოზე გამოტანას, მაგრამ თანდათან დაბრუნებას საკუთარ ნამდვილმესთან ჯერჯერობით უფრო უსაფრთხო გარემოში ნამდვილად უზრუნველყოფს ეს სავარჯიშო და ბოლოს ეს არის დახმარების მიღება, კავშირის ძალა, როგორც გაბორ მატე ამაზე იტყოდა, იმიტომ რომ ჩვენ მარტო ვერ ჯანსაღდებით, ტრავმა იზოლაციაში ვერ იკურნება, ტრავმას კურნავს კავშირი. კავშირი საკუთარ თავთან, კავშირი ჩვენს გარშემო არსებულ ადამიანებთან. მიმართეთ თერაპევტს, მიმართეთ სანდო მეგობარს, მხარდამჭერ ჯგუფს, თანაგრძნობა დასწავლადია და როცა ვხედავ, რომ მე თანაგრძნობით მიდგებიან, ესმით ჩემი, ეს მე მეხმარება საკუთარი თავის მიღებაში და ეს მე მასწავლის სწორედ საკუთარ თავის მიმართ ვიყო კიდევ უფრო მობიერი და თანაგრძნობით სავსე. ამრიგად ეს 6 ნაბიჯი ფაქტობრივად არის გზამკვლევი საკუთარ თავთან დასაბრუნებლად და როგორც უკვე ბევრჯერ ვთქვით, გაბორ მატე გვასწავლის, რომ ფსიქოლოგიური მეს შეცნობა იწყება არა ვთქვათ რაღაცა ინტელექტუალური ანალიზით, არამედ გრძნობით, სხეულის მოსმენით და ჩვენი დაშავებული
ნაწილების მიმღებლობით. მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა ეს ტკივილი და ეს ტანჯვა იმდენად დიდია, რომ მას ვერც გავექცევით და თითქოს ვერც ვუმკლავდებით? რა ხდება მაშინ, როცა ცხოვრება პირდაპირ და გარდაუვალ განსაცდელს გვიგზავნის? სწორედ აქ შემოდის ჩვენი მეორე დიდი მოაზროვნე, ვიქტორ ფრანკლი, რომელიც გვიხსნის სწორედ როგორ ვიპოვოთ საზრისი ყველაზე უიმედო ვითარებაშიც კი. ვიქტორ ფრანკლი გახლდათ ავსტრიელი ნევროლოგი, ფსიქიატრი, ისიც გაბორ მატეს მსგავსად გახლდათ ებრაელი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის კოშმარს შეეჯახა, თუმცა მატესგან განსხვავებით, ვიქტორ ფრანკლის ზრდასრული წარმატებული ექიმი გახლდათ, როცა ის ოსვენციმისა და დახაუს საკონცენტრაციო ბანაკებში აღმოჩნდა და სწორედ იქ, სადაც ყველაფერი, ყოველი წამი, ყოველი ბრძანება მიზნად ისახავდა ადამიანის ღირსების განადგურებას, ვიქტორ ფრანკლიმ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და გასაოცარი რაღაც შენიშნა. როგორც აღმოჩნდა, პატიმრების გადარჩენის შანსი მათ ფიზიკურ ძალაზე სრულებით არ იყო დამოკიდებული, არამედ დამოკიდებული იყო ერთგვარ სულის სიმტკიცეზე, გადარჩენის ალბათობა მკვეთრად იზრდებოდა მათთვის, ვინც ცხოვრების რაიმე შინაგან მიზანს, ცხოვრების საზრისს ინარჩუნებდა. ეს მიზანი შეიძლება ყოფილიყო ძალიან მარტივი. გარეთ დარჩენილი, ვთქვათ, საყვარელი ადამიანის კიდევ ერთხელ ნახვა, შვილების ჩახუტება და კოცნა, დასასრულებელი სამეცნიერო ნაშრომი, არა აქვს მნიშვნელობა რა, მაგრამ გარკვეული შინაგანი საყრდენი, რომელიც აძლევდა ოსვენციმის ბანაკშიც კი ადამიანებს ძალას გაეძლოთ სიცივისთვის, შიმშილისთვის და აი ამ წარმოუდგენელი ყოველგვარი ღირსების, ადამიანობის ღირსების შემლახავი გარემოებებისთვის და სწორედ აქ იქცა ძალიან ცნობილი ფრაზა ვიქტორ ფრანკლისთვისაც ცოცხალ რეალობად, ვინც იცის რატომ ის ნებისმიერ როგორს გაუძლებს და ფრანკლი მიხვდა, რომ ადამიანს შეიძლება წაართვა აბსოლუტურად ყველაფერი, სახლი, პროფესია, განაცალკეო ოჯახისგან, ტანსაცმელი, მაგრამ არის ერთი რამ, რასაც მას ვერასდროს წაართმევ, რაც არ უნდა მოხდეს შენს თავს, შენ თვითონ წყვეტ, როგორ შეხედო ამ სიტუაციას და უბრალოდ როგორ მოიქცე ამ სიტუაციის ფონზე. და აი სწორედ ის ამბობდა ასე, რომ ადამიანს შეიძლება ყველაფერი წაართვაო, გარდა ერთისა, შეიძლება წაართვა ღირსება, თავისუფლება, საკუთრება, მაგრამ მაინც რჩება აი ეს ერთი სივრცე, რომელსაც ვერავინ შეეხება, ეს არის შიდა თავისუფლება, როგორ აღვიქვავ იმას, რაც მემართება, როგორ აღვიქვავ ჩემ ცხოვრებას, აი ამ ისტორიას, აი ამ ბიოგრაფიას, რომელიც უნიკალურია და მარტო ჩემია. და ფრანკლი ამბობდა, რომ მაშინაც კი როცა ვერ ვაკონტროლებთ გარემოებებს, რაღაცა ძალიან დიდ ტკივილს, ტანჯვას, უსამართლობას, შეგვიძლია ავირჩიოთ, როგორ მოვექცეთ მას შინაგანად, სიძულვილით თუ აი ამ ღირსების შენარჩუნებით. და ჩვენ ყოველთვის ვერ ვირჩევთ რა დაგვემართება, მაგრამ აი მთავარი არსი ვიქტორ ფრანკლის სწორედ ამაშია, რომ ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია ავირჩიოთ, როგორი დამოკიდებულება გვექნება აი ამ თითოეული მოვლენისადმი. და ეს არჩევანი, როგორ შეხვდე შენს ტკივილს, არის ვიქტორ ფრანკლის მიხედვით საზრისის მქონე მეს დაბადების ყველაზე კარგი წინაპირობა. და ბანაკიდან გათავისუფლების შემდეგ ვიქტორ ფრანკლიმ მთელი მიმართულება ჩამოაყალიბა ლოგოთერაპია, მოგეხსენებათ, რომ ბერძნულად ლოგოს ნიშნავს აზრს, აი ამ საზრის და ის ამტკიცებდა, რომ ადამიანის ფუნდამენტური მამოძრავებელი ძალა არც სიამოვნების მიღებაშია, როგორც ვთქვათ, ფროიდი გვეუბნებოდა, არც ძალაუფლების მოპოვებაში, როგორც ამას ადლერი თვლიდა, არამედ საზრისის ძიების დაუოკებელ სურვილში. თუმცა ეს არის რთული, მოგვეხსენება, მაგრამ ვიქტორ ფრანკლი სწორედ ამიტომ წერდა, რომ თანამედროვე ადამიანი ხშირად იტანჯება ეგრეთ წოდებული ეგზისტენციალური ვაკუუმითო და აი ამ ეგზისტენციალურ ვაკუუმს ისევ შინაგან სიცარიელეს ვუკავშირებთ, რაზეც გაბორ მატეც ბევრს წერს, ხო? ეს არის მდგომარეობა, როცა ადამიანს თითქოს ყველაფერი აქვს სამსახური, აქვს ფული, აქვს უსაფრთხოება, მაგრამ არ იცის რისთვის ცხოვრობს. და აი ამ სიცარიელეს ჩვენ ძალიან ხშირად ზედაპირული სიამოვნებებით ვფარავთ, გადაჭარბებული მუშაობით, ძალაუფლების გაურკვეველი დევნით, რაც გვჭირდება საბოლოო ჯამში რო ვერ ხვდებით, დამოკიდებულებების გაჩენით, აქაც დამოკიდებულებებზეა საუბარი სამწუხაროდ, მაგრამ ვიქტორ ფრანკლის მიხედვით, აი ამ ვაკუუმს მხოლოდ აზრით და მხოლოდ საზრისით თუ შევავსებთ. და აი აქ შემოდის მთავარი კითხვა, როგორ ვიპოვოთ ეს საზრისი, როგორ ვიპოვოთ მნიშვნელობა და ვიქტორ ფრანკლის სამ რაღაცას გვთავაზობს.
პირველი ეს არის შემოქმედება და შრომა რა, ეს არის სამყაროსთვის რაღაცის მიცემა. თუნდაც ის რომ მე ვარ პროფესიონალი, მე ბევრს ვშრომობ, რაღაცით მცირედით მაინც უკეთეს ვხდი სამყაროს და ეს ძალიან ხელშესახებია, ხო? აქ არ არის წარმატების განცდა მთავარი, აქ არის განცდა იმისა, რომ მე რაღაცა შემიძლია და მე ამ რაღაცით ძალიან მცირედით და ძალიან პატარით რაღაცას ვქმნი, რაღაცას უკეთეს ვქმნი. აი, ჩემი გამოცდილება რო გაგიზიაროთ ამ მიმართულებით, აი მე მივხვდი რა გავაკეთე პრინციპში. ერთი პერიოდი ვიყავი ძალიან დაღლილი, ძალიან ბევრი შრომით და ვიღლებოდი ასევე ფსიქოკონსულტაციით, ფსიქოთერაპიით, იმ საქმით, რასაც ვაკეთებდი და შემთხვევით მოვიდა ეს ჩემთან და მე მივხვდი რატომ მოვიდა და ზუსტად რასაც ახლა საზრის გვასწავლის ვიქტორ ფრანკლი რომ უნდა ვიპოვოთო, ამაში დავინახე ძალიან ცხადად. ჩემს სახლთან ზის ძალიან მოხუცი ქალბატონი, რომელიც შეწყალებას ითხოვს და რაღაც ისე მოხდა, რომ რამდენჯერმე აი ამ ჩემი რამდენიმე თერაპიის ფონზე თერაპიის თანხიდან 5 ლარი გადავდე და მივეცი ამ ქალს. და იყო ისე რომ დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში ერთი სული მქონდა, რაც შეიძლება მეტი თერაპია ჩამეტარებინა, რომ თითო თერაპიიდან ეს 5 ლარი გადამედო და მე ვსულიყავი ამ ქალთან. და აი მე მივხვდი რომ ეს იყო ჩემზე გაცილებით მეც დარწმუნებული ვარ, რომ მოწყალებას აძლევენ ამ ქალბატონს, მაგრამ ჩემი მხრიდან ეს იყო იმ მომენტში ჩემი საზრისის, მუშაობის საზრისის პოვნის ყველაზე ნათელი და ყველაზე ხელჩასაჭირი გზა. და აი ამით მივხვდი, რამდენად მართლაც ქმედითია ეს თეორია, რომ გავიგე, რომ შეიძლება რაღაცა რთული ეტაპი მქონდეს ცხოვრებაში, მაგრამ თუ ამ სირთულეში რაღაც საზრისს იპოვი, ეს სირთულე აღარ ხდება ისეთი რთული, როგორიც ობიექტურად ის არის. მეორე მნიშვნელოვანი რამ არის, თუ რა გვაპოვნინებ საზრის, ცხადია, ეს არის სიყვარული და ურთიერთობა. ვიქტორ ფრანკლისთვის სიყვარული მხოლოდ ემოცია არ არის, ეს არის სხვა ადამიანის დანახვა, მთელი მისი არსით და მთელი მისი შესაძლებლობებით და როცა გვიყვარს ეს კავშირი ჩვენს არსებობასაც ანიჭებს ერთგვარ უდიდეს მნიშვნელობას და უბრალოდ ძალას გვაძლევს უკეთესები ვიყოთ და სწორედ ის ამბობდა რომ მეო რამაც გამაძლებინაო საკონცენტრაციო ორ ბანაკში ეს იყო ჩემი ცოლის სიყვარული რომ მე აუცილებლად უნდა გადამეტანა ეს ყველაფერი და მენახა საბოლოო ჯამში ჩემი მეუღლეო და მესამე რასაც გვთავაზობს ვიქტორ ფრანკლი ეს არის ტანჯვის ღირსეული ატანა ეს ყველაზე რთული მაგრამ ხშირად ყველაზე ღრმა და მნიშვნელოვანი გზაა რა თქმა უნდა ჩვენ ცხოვრებაში დგება მომენტები როცა რაღაც საშინელებას ვაწყდებით რისის შეცვლაც ჩვენ ძალებს აღემატება, მაგალითად, მძიმე დიაგნოზი, ძალიან დიდი უსამართლობის განცდა, ძალიან საყვარელი ადამიანის დაკარგვა. თითქოს ყველაფერი დამთავრდა, ყველაფერმა აზრი დაკარგა, მაგრამ სწორედ აი ამ მძიმე წუთებში ჩვენ მაინც გვრჩება ეს ერთი არჩევანი, რომელსაც ვერავინ გვართმევს, როგორც ვიქტორ ფრანკლი გვეუბნება, არჩევანი, როგორი დამოკიდებულება გვექნება ამ ტკივილის მიმართ, რომ ჩვენ ეს ტკივილი უნდა ვატაროთ არა ტანჯვით, არამედ პასუხისმგებლობით. და სწორედ ეს არის ის არჩევანი, რაზეც ფრანკლი გვეუბნება, რომ ამ არჩევანს როგორ მივუდგები მოვლენებს, აი ამას სწორედ ვერავინ ვერასდროს წაგვართმევს. როგორც ვხედავთ, ფრანკლი გვაძლევს ერთგვარ კომპასს იმისთვის, თუ რისთვის ვცხოვრობთ. თუმცა, რა ხდება მაშინ, როცა ვიცით, ვინ ვართ, როგორც გაბორ მატე გვეტყოდა, ვიცით, რისთვის ცხოვრობთ, როგორც ვიქტორ ფრანკლი ამბობს, მაგრამ გვაშინებს თავად სიცოცხლე და მისი გარდაუვალი დასასრული და საბოლოო ჯამში ის ფაქტი, რომ მაინც მარტოები ვართ. მაინც მარტო ვრჩებით. და აი სწორედ აქ უკვე შემოდის მესამე დიდი მოაზროვნე, ირვინ იალომი, რომელიც გვასწავლის, როგორ ვიცხოვროთ აი ამ ყველაფრის ცოდნის ფონზე. ირვინ იალომის ეკუთვნის ეგზისტენციალური მე ეს კონცეფცია, ასე ვთქვათ, და გამბედაობის ცნება. ირვინ იალომი, როგორც გითხარით, უკვე ცოცხალია, 94 წლის არის, მე მგონი, რაც დავითვალეთ. სტენფორდის უნივერსიტეტის ფსიქიატრიის ემერიტუს პროფესორი გახლავთ, მსოფლიო ბესტსელერების ავტორი, ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფსიქოთერაპევტი და როგორც ვთქვი, თუ მატე გვასწავლის წარსულის მიმართ თანაგრძნობას, ფრანკლი მომავლის მიზანს გვაჩვენებს, იალომი გვასწავლის აწმყოს მიმართ გამბედაობას და ეს რას ნიშნავს? იალომი ამბობს, რომ ჩვენი შფოთვის ფესვები ხშირად არა მხოლოდ პირად ტრავმებშია, მატეს გავლენით, ან უმიზნობაში, როგორც ფრანკლი ამბობს, არამედ საკუთრივ არსებობაში და მისი თქმით, იმისთვის რომ ვიყოთ
დავრჩეთ ადამიანები, ჩვენ უნდა არსებობის 4 მოცემულობას შევეჯახოთ. პირველი მოცემულობა ეს არის სიკვდილის გარდაუვალობა, ანუ შეგნება იმისა, რომ ჩვენი ცხოვრება სრულია და ერთშვენიერ დღესაც დასრულდება. მეორე ეს არის თავისუფლება. ირვინ იალომი ავითარებს ვიქტორ ფრანკლის იდეის ბნელ მხარეს, რომელიც გვეუბნება, რომ თუ ჩვენ თავისუფლები ვართ, ავირჩიოთ ჩვენი დამოკიდებულება, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ აბსოლუტურად პასუხისმგებლები ვართ ჩვენს ცხოვრებაზე, არჩევანზე და მათ შორის არასრულფასოვნებაზეც კი და დასაყრდენი არავინაა საკუთარი თავის გარდა. მესამე ეს გახლავთ იზოლაცია, რაც ნიშნავს იმას, რომ რაც არ უნდა ღრმა, მჭიდრო, შეჯაჭვულობით ვიყო ვინმესთან დაკავშირებული და სიყვარულით სავსე იყოს ჩემი ცხოვრება, ჩვენ მაინც მარტოები ვიბადებით და მარტოები ვკვდებით და საბოლოო ჯამში ჩვენი ცხოვრება მხოლოდ ჩვენ გვეკუთვნის და მეოთხე დაკვირვება, რასაც იალომი გვთავაზობს, ეს არის აზრის არარსებობა, meaninglessness, ესე ქვია ინგლისურად და აზრის არარსებობა თუ თარგმნე. ამ უკანასკნელთან დაკავშირებით ის წერს, რომ სამყაროს არ გააჩნია წინასწარი მოცემულობა, გარედან მინიჭებული გარკვეული მიზანი ან მნიშვნელობა და ჩვენ ვართ პასუხისმგებლები თვითონ შევქმნათ ჩვენი ცხოვრების აზრი. და აი ამ ყველაფერს, ანუ სიკვდილის გარდაუვალობას, თავისუფლებას, ტოტალურს, იზოლაციას, რომ მაინც მარტო ვარ, როგორც არ უნდა ვიყო მე რაღაცა მჭიდრო ურთიერთობებში და აზრის არარსებობას და მე უნდა შევძინო ამ ყველაფერს აზრი, ამ ყველაფერს ეს უწოდებს ეგზისტენციალურ შფოთვას, თუმცა ირვინ იალომის გენიალურობა სწორედ იმაშია, რომ ეგზისტენციალური შფოთვა არა როგორც პრობლემად, არამედ როგორც გაღვიძების ზარად გვესახება და მას ეკუთვნის საოცარი ფრაზა, მიუხედავად იმისა, რომ სიკვდილის გარდაუვალობა გვანადგურებს, სიკვდილის იდეა გვიხსნისო. და ეხლა რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ როგორც კი ვაცნობიერებთ, რომ ჩვენი დრო არის შეზღუდული, ჩვენ ვწყვეტ ცხოვრების გადადებას და ჩვენ უმნიშვნელო წვრილმანებზე ნერვიულობაც უნდა შევწყვიტოთ და ვიწყებთ ფიქრს იმაზე, რაც ცალსახად და მნიშვნელოვნად ღირებულია ჩემთვის. სიკვდილის გაცნობიერება არის ყველაზე დიდი კატალიზატორი ირვინ იალომის მიხედვით, რომ ავთენტური ცხოვრება დავიწყო და აი აქ ბმას ვხედავთ ჩვენ ირვინ იალომის გაბორმატესთან და იალომის აზრით ფსიქოთერაპიის მიზანი უნდა იყოს სწორედ არა შიშის და შფოთვის სრულად გაქრობა, იმიტომ რომ ეს შეუძლებელია, არამედ ფსიქოთერაპიის, ფსიქოკონსულტაციის და ჩვენი საკუთარ თავსაც ესე უნდა მივუდგეთ, რომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ ჩვენ ვიცხოვროთ გამბედავად შიშის გვერდით. და საბოლოო ჯამში ირვინ იალომისთვის ფსიქოლოგიური მე სრულყოფილებას აღწევს არა მაშინ, როცა ყველა პრობლემას ვჭრით, არამედ მაშინ, როცა ვიღებთ სიცოცხლეს ისეთად, როგორიც ის არის, არა სრულყოფილი, არა პროგნოზირებადი, დროებითი და შესაძლოა სწორედ ამიტომაც ძალიან მშვენიერი და სრულიად გასაოცარი. და შედეგად პასუხი 3 ნაწილისგან უნდა შედგებოდეს კითხვაზე ვინ ვარ მე? მე ვარ ჩემი წარსული, რომელსაც თანაგრძნობით ვეკიდები და ვკურნავ, როგორც გაბო მატე გვირჩევს. ჩემი მომავალი ვარ, რომელსაც აზრი და მიზანი აქვს, საზრისი აქვს, როგორც ვიქტორ ფრანკლი გვასწავლის და მე ვარ ჩემი აწმყო, რომელსაც გამბედაობით ვცხოვრობ და ვიღებ ისეთად, როგორიც ის არის, აქ უკვე ირვინ იალომი რასაც გვირჩევს. ანუ ამ კონტექსტის მიხედვით მე ვარ ნიშნავს იმას, რომ მე არ არის რაღაც მზა ან უცვლელი კონსტანტა, არამედ ეს არის პროცესი და მართლაც მე ვარ ჩემი განკურნებული წარსული, ჩემივე მიმართული, მიზანდასახული მომავალი და სრულფასოვნად განცდილი აწმყო და აი ამ 3 რამის ერთობლიობა. აი ამას გვასწავლის ეს 3 ავტორი. და ამის გადმოცემა მინდოდა დღეს მე თქვენთვის, არ ვიცი რამდენად შევძელი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი თქვენ დღევანდელი ჩვენი შეხვედრის დასაწყისში რაც მითხარით, რომ ბევრი ფიქრით წავედიო ერთ-ერთი თქვენთან შეხვედრიდანო, ამას თუ შევძლებთ დღეს ძალიან ბედნიერი ვიქნები და ძალიან დიდი მადლობა.